მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ განვიხილავთ წიგნების თემას. რა ასაკიდან უნდა უკითხოთ ბავშვს წიგნი, რა წიგნები უნდა გქონდეს ბავშვს და საერთოდ წიგნების მნიშვნელობაზე ბავშვის ცხოვრებაში. ამ თემის ამოსავალი წერტილი. მომენტი, რომელიდან იწყება პრობლემა და თავისუფლ პრობლემის გადაწყვეტა, არის კითხვა. უნდა თუ არა ბავშვს წიგნების კითხვა კი არა. უნდა თუ არა დედას წაუკითხოს ბავშვს წიგნი. როცა ვსაუბრობ დედაზე, გულისხმობ მამასაც, ბებიას, ბაბუასაც, ძიძას და ნებისმიერ პირს, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. ალბათ უმეტესი დედების პასუხი იქნება, რომ რა თქმა უნდა ყველა მათგანს უნდა რომ წაუკითხოს ბავშვს წიგნი, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ვერ ახერხებს ამას. მიზეზები ბევრია, მათგან ალბათ ყველაზე პოპულარულია, რომ დედამ არ იცის როგორ დაინტერესოს ბავშვს წიგნის კითხვა. ბავშვს არ აქვს ასაკთან შესაბამისი საბავშვო ლიტერატურა და მესამე დედას არ აქვს საამისოდ საკმარისი დრო სამსახურის ან ყოფითი საქმეების გამო. ამ ვიდეოს განმავლობაში ვისაუბრებთ ადრეული ასაკის ბავშვის განვითარებაზე. ეს არის ასაკი 0-დან 3 წლამდე. შესაბამისად აქვე ვპასუხებ კითხვას. რა ასაკიდან უნდა წაუკითხოს ბავშვს პირველი წიგნი? ეს არის ასაკი, როდესაც დედა ხვდება, რომ ბავშვი უკვე საკმარისად ფხიზლობს, იზრდება ინტერვალები მის ძილებს შორის და ბავშვი უკვე ინტერესით აკვირდება გარემოს. ეს არის ასაკი დაახლოებით 2-დან 3 თვემდე. დიახ, სწორედ ამ ასაკში უნდა გაჩნდეს ბავშვის ცხოვრებაში პირველი წიგნი. დედამ უნდა მოახდინოს მისი დემონსტრირება, კითხვა, ჩვენება, სურათების. წლამდე ჩვენ ბავშვს არ ვთხოვთ მოკლე შინაარსის მოყოლას, ან თითის გაყოლებით ტექსტის კითხვას. ჩვენ უბრალოდ დემონსტრირებთ, გულისხმობთ იმას, რომ კითხულობ გამართული მეტყველებით და ვაჩვენებთ თითოეულ სურათს, ვუყვებით თითოეული სურათის და გამოსახულების შესახებ და ვცდილობთ რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაინტერესოთ ბავშვს წიგნის კითხვა და შევაყვაროთ მას ეს პროცესი. რაც შეეხება კითხვას, რა წიგნები უნდა გქონდეს ბავშვს თავის ასაკთან შესაბამის ბიბლიოთეკაში. ერთ ბაკულ სულაკაურის გამომცემლებისგან ცხოველების ხმიანობა და ცხოველების ფერები. რატომღაც ამ წიგნებზე მითითებულია უკანა მხარეს ასაკი 1+, ანუ იგულისხმება 1 წელი. ჩვენ არ ველოდებით არავითარ შემთხვევაში 1 წლის დადგომას იმისთვის, რომ ბავშვს გავაცნოთ ფერები და ხმები. ეს შესაძლებელია უკვე პირველი თვეებიდან, 2-3 თვიდან. და როგორ ხდება ეს? ხსნით წიგნს და ვეუბნებით ბავშვს. ეს ლომია. ლომი ყვითელია. ეს მზეა. მზე ყვითელია. გამართულად ინტონაციით, რომ რაც შეიძლება მეტად მაქსიმალურად დავაინტერესოთ ბავშვი და ჩავთოთ ამ პროცესში. ეს წითელია. ეს ვარსკვლავია. ვარსკვლავი წითელია. ეს ნიანგია. ნიანგი მწვანეა. ნიანგს აქვს დიდი კბილები. ეს ჩიტია. ჩიტი ცისფერია. ეს მაიმუნია. მაიმუნი ნარინჯისფერია. და ასე შემდეგ. რა არის ამ წიგნების პლუსი? პირველი, ის რომ წიგნები არის მინიმალისტურად გამოსახული. ერთ გვერდზე არის ერთი გამოსახულება, ერთი ცხოველის და მისი ხმა. ერთი ცხოველი, ერთი ხმა, ერთი ცხოველი, ფრინველი, ერთი ხმა და ასე შემდეგ. ანუ ბავშვს უადვილდება კონცენტრაცია, ის უფრო მეტად იმახსოვრებს, მას უფრო უადვილდება ინფორმაციის აღქმა. შესაბამისად, პირველი ეს ღორია. ღორი ამბობს ღრუტ ღრუტ. ეს ბეკეკა. ბეკეკა ამბობს პე. ეს ბუა. ბუ ამბობს ეს ცხენია. ცხენი ამბობს იჰიჰი. და ასე შემდეგ. შემდეგი წიგნი, რომელიც მინდა თქვენ გაჩვენოთ, ასევე ამ ასაკიდან. ეს არის 3 წიგნი, 3 ინგლისურენოვანი წიგნი, რომელიც ჩვენ ჩამოგვივიდა ამერიკიდან. გამოწერის სერვისი, რომელიც მოიცავს 3 წიგნს ერთ ყუთში. ეს სამივე წიგნი ცალ-ცალკე არის შეფუთული ისე, რომ თავისუფლად შეგიძლიათ საჩუქრად აჩუქოთ თქვენს ახლობლობაში მყოფ ბავშვს ან შვილს. იდეალურად შეფუთული შემიძლია ასე თქვა. და რა წიგნები ეს არის? უმაღლესი ხარისხის, ძალიან ინფორმატიული, ძალიან საყვარელი, პოზიტიური წიგნები. და რა ხდება ამ წიგნებში? მაგალითად, პირველი წიგნი პიკაბუ, ეს არის ინგლისურად ჭიტა-ჭიტა. აქ იმალება ცხოველი და ბავშვი უნდა გადააფურცლოს და გამოიცნოს ვინ არის ეს ცხოველი.
გადაფურცლავს ბავშვი წიგნი და დედა აკეთებს შემდეგ აქცენტებს. ჭიტა, ვინ ივალება აქ? ეს ცხენია. იჰიჰიჰი. გამოსახულებასთან ერთად აუცილებლად ვამატებთ აუდიო გაფორმებასაც, ანუ ხმასაც გამოვცემთ შესაბამისი ცხოველის, რომ რაც შეიძლება მეტი დაამახსოვრდეს ბავშვს. ჭიტა, ვინ ივალება აქ? ეს ბეკეკა. ბე. ერთი ჩვენება საკმარისია, რომ ბავშვმა უკვე თავისუფლად აღიქვას, რომ საჭიროა გვერდის გადაშლა იმისთვის, რომ დაინახოს ცხოველი. ცხოველი იმალება, ცხოველი ჩდება. ასევე ხდება ბავშვის მეხსიერების განვითარება, მეხსიერებაზე მუშაობა. პირველივე გვერდიდან ის უკვე ხედავს ცხოველს და მას ახსენდება, ვინ იმყოფება შემდეგ გვერდზე. წინასწარ ბავშვმა უკვე იცის ამის შესახებ, მაგრამ მაინც გადაშლის აუცილებლად და დაინახავს. ეს წესრიგი უკვე ჩადებულია ბავშვის ტვინში, რომ იმისთვის, რომ აღმოაჩინოს რაღაცა, მან აუცილებლად უნდა მოახდინოს შესაბამისი მოქმედება ხელის მეშვეობით. ეს ძაღლი ამბობს ავ. შესანიშნავი წიგნია. აუცილებლად დაგიტოვებთ ქვემოთ ლინკს, სადაც იქნება ეს subscription გამოწერითი სერვისი, სადაც ირჩევა 3 წიგნი, თქვენ არ არჩევთ, თვითონ გამომცემლობა არჩევს თქვენი ბავშვის ასაკის შესაბამისად და გიგზავნით ამ წიგნებს, რომლებიც თავისუფლად შეგიძლიათ დაიტოვოთ თქვენ, დაჭრყოთ თქვენ ბავშვს, ან დაჭრყოთ სხვა მნახობელ ბავშვს ან მეგობრას, იმიტომ რომ იდეალურად არის შეფუთული თითოეული წიგნი. შემდეგი ამ სერიიდან არის Arf, Buzz and Cluck. ეს არის ცხოველების ხმიანობა, რომელიც ასე მუყაოს წიგნია. Scale მუყაოს გვერდებზეა შესრულებული, არის იდეალურად გაფორმებული ულამაზესი ილუსტრაციებით ცხოველები. ეს ძაღლია. ძაღლი ამბობს ავ. ეს ფუტკარია. ფუტკარი ამბობს ბზზ. ეს ბეკეკა ამბობს ბე. ეს ჩიტია. ჩიტი ამბობს ჩიტ. გარდა ამისა, თუ თქვენ გაქვთ სათამაშო ცხოველები, რეზინის ან პლასმასის ცხოველები, შემდეგ უკვე როდესაც ბავშვი უკვე თავისუფლად დაიმახსოვრებს ყველა ამ ცხოველს და გამოსცემს უკვე ან შეეცდება გამოსცეს ხმას, შეგიძლიათ უკვე თამაშის სახით აიღოთ ის პლასმასის ან რეზინის ცხოველი, ან ჩადოთ ერთ ყუთში, ყველა მოათავსოთ და უთხრათ ბავშვს. ეს ვეფხვია, იპოვე ვეფხვი შენს ყუთში. ან დაალაგოთ მაგიდაზე და თხოვეთ ბავშვს. არჩევს ამ რიგითობიდან ვეფხვი, თევზი, მაიმუნი, არ ვიცი, ნებისმიერი ვინმე და დაადოს გვერდზე გამოსახულ ცხოველს. ანუ იპოვის ბეკეკას, დაადოს ბეკეკას, იპოვის ჩიტს, დაადოს ჩიტს. შემდეგი ასევე შესანიშნავი წიგნი არის რა არის ჩემს ზურგჩანთაში. აქ არის აუცილებელი ასევე ხელის ინტერაქცია, ბავშვი ჩართულია მაქსიმალურად, წვრილი მოტორიკა მუშაობს, აქ თითებით უნდა ჩაშალოს გვერდის ნაწილი და ნახოს რა არის გამოსახული. კითხვა რა არის ჩემს ზურგჩანთაში? კითხულობს ფუტკარი. ბავშვი თითით ხსნის და აღმოაჩენს, რომ მას ზურგჩანთაში აქვს ორცხობილა და თაფლი. რა არის ჩემს ზურგჩანთაში? კითხულობს სპილო. ვაშლები. ეს ასევე ძალიან კარგი ხარისხის შესრულებით არის ეს წიგნი. მაიმუნს აქვს ზურგჩანთაში ბანანები და პინგვინს აქვს ზურგჩანთაში სენდვიჩები თევზით და ბოლო გვერდზე პატარა ზურგჩანთებია, სადაც ბავშვი აღმოაჩენს თუ სად ცხოვრობენ მოცემული ცხოველები. ფუტკარი ცხოვრობს კაში, სპილო სავანაში, ჭიამაია ფოთოლზე, მაიმუნი ხეზე და პინგვინი იგლუში. ძალიან საინტერესო წიგნია. თვალწვდები ასევე ფიქს პრაისშიც არის წიგნები, რომლებშიც არის ესეთი ფანჯრები, რომლებიც უნდა გახსნას, დაკეტოს, დაიმახსოვროს ბავშვმა. ესეთი წიგნები მე ვნახე. სადღაც ერთი თვის უკან ფიქს პრაისში და მე მგონი ჯერ კიდევ უნდა იყოს. შემდეგი წიგნი ასევე ადრეული ასაკისთვის, ეს არის თათები. მაგრამ გარდა თათების არის აქ კუდი და ბრტყალები. მაგრამ წიგნს ქვია თათები. ეს წიგნი იყიდება ბიბლოში, ცოტა ხნის უკანაც აღმოვაჩინე და აქ რა ხდება. აქ როგორც კი მოახდენთ ერთი ორჯერ დემონსტრირებას ამ წიგნის, სწორად ბავშვი უკვე იმახსოვრებს შესაბამის წესრიგით და თვითონ უკვე ხდება მისი ინტერაქცია ამ წიგნთან და როგორ. აჩვენებთ შემდეგნაირად. ეს
თათია. ვისი თათია ეს? გადაშალე, ეს ძაღლის თათია. გადავფურცლეთ. ეს ნისკარტია. ვისი ნისკარტია ეს? ეს თუთიყუშის ნისკარტია. გადავშალეთ. და ბავშვიც უკვე ერთ-ორჯერ ჩვენების შემდეგ უკვე თვითონ იღებს შესაბამის გამოსახულებას, ასე კიდებს და შემდეგ ფურცლავს და უყურებს. ანუ არ იღებს ასე, არ იღებს ასე, იღებს შესაბამისი რიგითობით, იმიტომ რომ დამახსოვრებული აქვს სწორად. და ფურცლავს ეს თევზია, აქ კატაა და ასე შემდეგ. და ბოლოში არის ბაყაყი. ეს წიგნი მე მგონი ღირდა 4 ლარი თუ 3 ლარი. სადღაც დაახლოებით ასე. არც პატარა წიგნი, საკმაოდ კომფორტულია პატარა თითებისთვის და პატარა ხელებისთვის. აქ ბავშვი საკუთარი თითით, ეს უკვე 6-დან წლამდე ასაკისთვის, არის კომფორტული, ეძებს დამალულ ცხოველებს. აქ არის პერსონაჟი მაიმუნი, რომელიც ეძებს თავის მამას. ამასთან ის გზად ხვდება სხვადასხვა ცხოველებს, რომლებიც იმალებიან ბუჩქებში და ხეებში. უნდა აწიოს თითით და ხედავს სხვადასხვა ცხოველს. აქ აუცილებლად და ჩართულია ბავშვთან ერთად ამ პროცესში და ხმით გამოსცემს ინტონაციით, რომ რაღაც მოხდა. ავწიეთ. ჟირაფი, ეს ჟირაფია, გამარჯობა ჟირაფი. აბა ჩადი სახლში ჟირაფიანი და იმალე ბუჩქში. ბავშვი ისევ შიგნით დებს და ვემშვიდობებით. კარგად ჟირაფი, პაკა. გადავდივართ შემდეგ, ანუ ძალიან პატარა წიგნია. საკმაოდ ცოტა დრო ჭირდება მის გადაკითხვას, მაგრამ აქაც კი შესაძლებელია დედა ჩაერთოს ისე, რომ წიგნის კითხვა გახდეს უფრო საინტერესო. აქ უკვე გვერდით უნდა გადაწიოს ბავშვმა თითი და ჩდება სპილო. სპილო, როგორ ახარ სპილო, მას ხარ სპილო, არ ვიცი, ნებისმიერი რამ, ოღონდ მთავარია ინტონაცია იყოს უდმივად ცვალებადი. რომ ბავშვი ჩაერთოს ამ პროცესში და უფრო მეტი ინტერესით ხდებოდეს მისთვის ამ წიგნის გაცნობა. ასევე ინტერაქტიულ წიგნებს რაც შეეხება, მინდა გაჩვენოთ ესეთი წიგნი, ის დღემდე იყიდება ბიბლიუსში, ესეთი პალეტრას გამოცემლობა. აქ მნიშვნელოვანია ბავშვმა დაალაგოს ისეთ ცხოველი, რომ მოხდეს მისი საერთო ერთიანი გამოსახულება. აქ არის ძროხა, შემდეგ არიან წიწილები, შეგიძლიათ აქ თქვათ დაიმალა ბეკეკა, აბა სად არის ბეკეკა, ჭიდა ბეკეკა, ჭიდა. ესეთი რამე. ისე რომ ბავშვს დაინტერესოს მაქსიმალურად ჩაერთოს პროცესში და არ მოისწროლოს წიგნი მაშინ როგორც კი დაინახოს, იმიტომ რომ რთულია, ბავშვებს არ უყვართ რთული. მისია დედასი, მამასი, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში არის ის, რომ მოუტანოს მას ეს წიგნი, ეს დავალება, ეს ოპერაცია დადებითი განწყობით და აჩვინოს, რომ ძალიან საინტერესო რამეს გააკეთებს ის ახლა, რამ საინტერესო პროცესში ჩაერთვება თუ დედასთან ერთად აი ამ მანიპულაციებს გააკეთებს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია განწყობას და მიწოდების ფორმას, როგორ მიაწოდებს დედა შულს ამა თუ იმ საგანს და რა ემოციით მოხდება დემონსტრირება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. შემდეგი წიგნები უკვე გარდა იმისა, რომ ჩვენ ვახდენთ ბავშვის ჩართულობას, თითების მოტორიკას ვავითარებთ და ვასწავლეთ ბავშვს ფერებს და ცხოველებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა დაიწყოს ისტორიების სმენა. ისტორიები გამართული მეტყველებით და ინტონაციებით. ინტონაციები აუცილებელია. თუ თქვენ მონოტონურად დაიწყებთ წიგნის კითხვას, ბავშვი გაიგრძევათ. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვკითხავთ ბავშვის პირველ წიგნს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში მას არ ვუკითხავთ იმ ტექსტით, რა ტექსტიც მოცემულია წიგნში. იმიტომ რომ ბავშვისთვის ეს ენა ჯერ კიდევ არ არის საინტერესო. მე არ მაქვს საუბარი წიგნებზე, რომელშიც 1-2 სიტყვა. ამ წიგნებში ვკითხავთ ისევე, როგორც არის, მაგრამ როდესაც იწყება ისტორიები და ისტორიებს აქვს საკმაოდ ვრცელი ტექსტები, იმდენად ვრცელი, რომ
6 თვის ასაკის ბავშვისთვის ეს არის საკმაოდ დიდი და შრომატევადი ოპერაცია და იმახსოვრეს რთულად აღსაქმელი სიტყვები ჩვენ ვიწყებთ სიტყვების გამარტივებას და ტექსტის გამარტივებას. ეს არის ბაბუს კონძოლი. ისტორია იმის შესახებ, რომ ხანდაზმული ადამიანები გვტოვებენ და მიდიან ჩვენსგან შორს, მაგრამ საკმაოდ დელიკატურად მოტანილი ბავშვების ფსიქიკისთვის. როდესაც აქ საუბარია სიკვდილზე, 3-დან 4 წლამდე ბავშვი უკვე მიხვდება აქ რა აზრი არის ჩადებული. 2 წლის ასაკის ბავშვი ვერ ხვდება. შესაბამისად ჩვენ არ ვეუბნებთ, რომ იცი, აქ ბაბუ აბოლოს მოხვდება და არ ვუხსნით ჩვენ ამ ისტორიას. უბრალოდ ვიგონებთ რამე ახალ ისტორიას და გამოსახულებების მიხედვით ვარგებთ ჩვენ ამ ისტორიას და როგორ ხდება ეს. პირველი გვერდი. აქ არის ბაბუა. ბაბუა და ბიჭი. სერგი ქვია ამ ბიჭს. სერგი. ბაბუსთან ერთად არის ფისო. აქვე არის ყვავილები, წიგნები, ანუ ეს არის დეტალებზე დაკვირვება, მეხსიერების განვითარება, კონცენტრაცია დეტალებზე. ანუ უამრავი რამე არის ჩართული ამ პროცესში, როდესაც ბავშვი კითხულობს წიგნს, სადაც არის მრავალი დეტალი გამოსახული. და რა ხდება ახლა ამ ისტორიაში? პატარა ბიჭი მიდის ტოპ და აკაკუნებს კარზე. ტუკ. რამდენიმეჯერ ამის დემონსტრირებით ბავშვი უკვე იმახსოვრებს და შემდეგ უკვე თვითონ გააკეთებს ამას. მერტმუნე თამაში. შემდეგ შედის ბავშვი სახლში, აღებს შემდეგ ოთახს, მაგრამ ბაბუს ვერ ხედავს, სად არის ბაბუ? ბაბუ კი ზემოდან ეძახის, ამოდი. შევცვალეთ ტექსტი არსებითად, მაგრამ ვიტოვებთ იდეას. ავიდა ბავშვი ზემოთ და ბაბუ დახვდა. ბაბუსთან ერთად ფისო, მაიმუნი, სხვადასხვა გამოსახულებას ინტონაციის შეცვლით ვუსახელებთ. აქ წერია, რომ სერგი ფრთხილად აცოцდა კიბეზე ბაბუს ხვენში, ადრე არასოდეს ყოფილა. იქარობა ყუთებით და მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილი ნივთებით იყო სავზე. ცვლით ტექსტს 2 წლამდე. მაქსიმუმ 2 წლამდე. 2 წლიდან უკვე ვკითხულობთ ისე როგორც არის. მაგრამ ვტოვებთ ინტონაციებს, იმისთვის რომ ბავშვისთვის იყოს ისეთივე ემოციის მომტანი წიგნი, როგორც იყო მანამდე. ბავშვი აღებს კარს და ისინი აღმოჩნდებიან უზარმაზარ ხომალდზე, რომლის ირგვლივ ჩიტები და ფრინავი. აბა დავითვალოთ რამდენი ჩიტია? 1, 2, 3, 4 ბლა 5. წერია სულ სხვა რამე, ვამბობთ სულ სხვა რამეს. ვარგებთ ბავშვის ფსიქიკას და განვითარების დონეს. მიწა ზოგიერთ რამებს ვტოვებთ. რაც ადვილად აღსაქმელია, მე ჩამოვლენ კუნძულზე და მიდიან ფეხით. იპოვიან დანგრეულ სახლს და გადაწყვეტენ გარემონტონ. გარემონტებაში დაეხმარებიან ჩიტები და ცხოველები და ასე შემდეგ. იდეალური წიგნია ძალიან ლამაზი გაფორმებით. ამ წიგნს აუცილებლად შევინახავთ იმისთვის, რომ დრო ვცვალოთ შინაარსი და უფრო გავზარდოთ ლექსიკონი ბავშვის. აქვე მინდა უბრალოდ კითხვას, რამდენი არის საჭირო დროის მიხედვით კითხვა დღეში, საკმარისია დღეში 30 წუთი. 30 წუთის განმავლობაში თქვენ წაიკითხავთ უზარმაზარი რაოდენობის წიგნებს, გადაშლით, გაეცნობით, ჩაერთვება ბავშვი, 30 წუთის განმავლობაში შესაძლებელია სადღაც 20-დან 30-მდე წიგნის გადახედვა, წაკითხვა საბავშვო წიგნის, რომლებიც საკმაოდ მცირე კონტენტ შეიცავენ. თავისუფლად შეგიძლიათ გადაიკითხოთ, ანუ ამ 30 წუთის განმავლობაში თქვენ შეძლებთ ბავშვთან კომუნიკაციას, ემოციურად ერთ ტალღაზე დადგომას, რაც თქვენს ურთიერთობაზე ნამდვილად დადებითად იმოქმედებს. შემდეგი წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის ბიბლიოთეკაში, ეს არის ლექსები. ლექსები ერთსტროფიან, ორსტროფიანები. ჩვენ გვიყვარს ბარტოს ლექსები, ჩვენ გვაქვს ლექსები ქართულად და რუსულადაც. ესეთი ძველი რუსული წიგნები გაგახსენდებოდათ ახლა, რომელსაც სკოლაში გავდიოდით. ესეთი გაფორმება, სტილისტური. შემდეგი წიგნი, ეს არის ზღაპრები,
რუსული ზღაპრები. ეს არის მოკლე ზღაპრები, სამი დათვი და მაშას ისტორია. როდესაც მოდის დათვების სახლში და ჭამს მათ ფაფას, იძინებს მათ საძოლში. აქ არის სხვადასხვა ზღაპრები, ძალიან ლამაზი გაფორმებით და ილუსტრაციებით. დიდ რეკომენდაციას გავუწევ თუ ხართ დაინტერესებული რუსული ენით. აი ეს არის Profpress გამომცემლობა. Любимые сказки малыша. Издательство Дом Profpress. ეხლა აღმოვაჩინე რომ ელემენტი უჯდება კამერას ეს რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაჩვენოთ შემდეგი წიგნები და თუ რამეს ვერ მოვასწრებ აუცილებლად info box-ში იქნება თითოეული წიგნის დასახელება. ასე რომ განვაგრძოთ. ჯუნგლის წიგნი Disney-ის ანიმაციის მიხედვით დღის 8:95 იყიდება ბიბლიაში გამომცემლობა პალიტრაელი. არის ზუსტი ილუსტრაცია. მულტფილმის არის ძალიან ბევრი Disney-ის ილუსტრირებული წიგნები. ბიბლიაში არის ნემოს ძიება, არის რაპუნცელი, მაგრამ რაპუნცელი არ მომეწონა, იმიტომ რომ იქ საკმაოდ ბევრი ძალადობის ამსახველი ილუსტრაციები იყო გამოსახული. ის რაც 20 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული და ბევრი საშიში გამომეტყველებიანი ილუსტრაციები იყო, რაც ნამდვილად არ მომეწონა, ამიტომ გირჩევთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რჩევა ალბათ იქნება ის, რომ სანამ იყიდით წიგნს, აუცილებლად გადაიკითხეთ მაღაზიაში, აჯექით, შვიდად, გადაფურცლოთ ყველა გვერდი აბსოლუტურად. რამდენად იქნება ის მისაღები თქვენი ბავშვისთვის, დარწმუნდით, რომ ის არის მისაღები, ის არის შესაბამისი ასაკისთვის განკუთვნილი, რომელშიც იმყოფება თქვენი ბავშვი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძინეთ ის წიგნი. წიგნები არის ძალიან ბევრი. საბედნიეროდ შეგიძლიათ უამრავი წიგნის შეძენა და შეთავაზება ბავშვისთვის, მაგრამ დარწმუნდით, რომ ის აუცილებლად იქნება სარგებლის მომტანი მისთვის. შემდეგი წიგნი მიჩნდება ბატარია არის ერშემალდში, ეს არის რუსკი народная поддержка и стишки, ულამაზესი ილუსტრაციებით, ვასნეცოვის ილუსტრაციებით. ვისაც რუსული ენა ინტერესებს დააკვირდით ამ წიგნს Fixed Price-ში იყიდებოდა, არ ვიცი ახლა არის თუ არა, მაგრამ Fixed Price-ში მოკლედ ხშირად შეიარეთ, თუ რუსული ენით ხარ დაინტერესებული. ასევე ლარიანი მხოლოდ და მხოლოდ წიგნები არის ლექსები. ეს არის ნოდორ დუმბაძის. აქვე არის ანბანები. ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის გაფერადება და სტიკერებიანი წიგნი. სტიკერებიანი წიგნი სინი ტრაქტორ YouTube-დან ყველა მიცნობთ. ყველა ბავშვმა იყიდება Fixed Price-ში, სხვადასხვა მულტფილმის და YouTube-ის გმირებიანი ჟურნალები არის Fixed Price-ში. ჩვენი ეს წიგნი უკვე დავღეჯეთ და გადავღეჯეთ სტიკერები უკვე აღარ გვაქვს ცოცხალი იმდენად ბევრჯერ გადავაკარეთ, უკეთ აქ მრავალჯერადი სტიკერებია. თავისუფლად შეგიძლიათ იყიდოთ 3-4 ვარიღით, მეტი არა. და შემდეგ მე ვაპირებ გამოვჭრა საინტერესო გამოსახულებები, A4 გვერდზე, ფორმატის გვერდზე მივაკრა და გამოვიყენოთ უკვე დამატებით 13-სადინიო მასალად. თქვათ, ავიღოთ თვითმფრინავებს გამოვჭრი, დავაკრავ გვერდზე, თაბახის ფურცალზე და ვეტყვი დავთვალოთ თვითმფრინავები, რამდენი თვითმფრინავი, ერთი დიდი თვითმფრინავი, მერე პატარა ვკითხავ. აბა ჩვენ დიდი თვითმფრინავი. თუ ჟურნალით მოვახდინა იმის დემონსტრირებას, ბავშვი გაიფანტება, დაგაგავს კონცენტრაციას, იმიტომ რომ მას ახსოვს, რომ აქ არის სტიკერები, შესაბამისად დაიწყებს სტიკერების ძებნას. თუ ცალკე თაბახის ფურცალზე იქნება გამოსახულება, ის იქნება კონცენტრირებული. მოკლედ ეს იყო და ეს იმედია ბოლომდე ჩამთავრდება ეს ვიდეო წარმატებით. გამოიწერეთ ეს არხი, აუცილებლად იქნება აქ ბევრი ვიდეო ბავშვის ადრეული ასაკის განვითარებისთვის. რაც მეტი იქნება ლაიქი და გამოწერა არხზე, მით უფრო მეტი იქნება ვიდეო, ამიტომ იყავით აქტიურები, დატოვეთ კომენტარები, თქვენი მოსაზრებები, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო შემდეგი ვიდეოსთვის, რომ მე ვისაუბრო ამ თემაზე, ასევე ძალიან ბევრი იქნება ვიდეო ბავშვის სათამაშოებზე, თამაშზე, როგორ უნდა ითამაშოს ერთ ბავშვთან ერთად, ისე რომ ეს იყოს სასარგებლო მისი განვითარებისთვის ადრეულ ასაკში. მოკლედ, დარჩით ჩვენს არხზე, იყავით აქტიურები, რაც უფრო მეტი subscriber-ი და გამომწერი, მით უფრო მეტი ვიდეო.
ეს მარტივი ალგორითმია ყოველთვის YouTube-ზე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. დროებით მომავალ ვიდეოში. კარგად.